მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ბანდიკამის შესახებ. დავიწყოთ. პირველი არის ზოგადი, აქ მე ქართულზე მაგ დაყენებული და პირველი ხვდება ზოგადი. აქ რო შევდივართ, როლექსში გახსნის ქვევით არის 3 წერტილი, სადაც არის ჩამონათვალი ფაილები, ჩვენს დესკტოპზე არსებული ფაილების ჩამონათვალი. ეს არის ის ფაილები, სადაც ჩვენ მიერ გადაღებული ვიდეოს შენახვა გვინდა. მე მაგალითად აქ მიცემული მაქვს Intel TV, ანუ აი ამ სახალხში შეინახება ჩემი ყველა ვიდეო და სხვაგან არსად შეგვიძლია ავირჩიოთ სხვა, მაგალითად აი ეს სახალხი და შორევად სხვა ფოლდერებში, მოკლედ რაც დესკტოპზე იქნება. მეორე არის ბანდიკამი ყოველთვის წინა პლანზე და ეს რას ნიშნავს? აი მაგალითად როდესაც გვაქვს ჩართული ჩვენ ბანდიკამი და აი ამას მოვნიშნავთ სხვა ნებისმიერში, რაც არ უნდა შევიდეთ. აი მაგალითად შევიდეთ Intel TV-ში, ბანდიკამი ყოველთვის წინ იქნება და Intel TV დარჩება უკან. აი ყოველთვის წინ იქნება და როცა ამას მოვნიშნავთ და თავიდან შევალთ, ბანდიკამი დარჩება უკან. აი ეს არის პირველი. აი ეს და ეს არაფერს არ გვჭირდება ჩვენ ყოველთვის იუთუბერებს და არც გიჩვენებთ ამის გამოყენებას. ახლა შევიდეთ აი აქ გაფართოებული, სადაც წერია. და არის პირველი ზოგადი ბანდიკამის მოძერა ყოველ წინა პლანზე, ანუ ეს ის არის რაც აი აქ ეწერა და დანარჩენი 3 და ეს არის დამხმარე ზოლის ჩვენება, ანუ აი ამ ზოლს ხურს რაც გეიმებში და ჩვენ ვიდეოს გადაღებებში დაგვეხმარება. Windows გაშვება ბანდიკამის გაშვება Windows-თან ერთად, ანუ ეს არის როცა Windows კომპიუტერს ჩავთავთ და მაშინ იწყებს ბანდიკამის გადაღებას. ეს კიდე ვიდეოს ჩაწერა მთლიან ეკრანზე. შემდეგი არის output-ი, რომელიც აი აქაც არის და აქედან შეგვიძლია გადავუყენოთ ყველაფერი. ჩაწერას რაც შეიძლება ყველას გიჩვენოთ, რომ აი აქ უბრალოდ აი ეს პანელი მთლიანად მოვნიშნოთ. თან ყველაფერი იყოს მონიშნული. ენები, აი ეს გულწრფელად ქართული ენა, აქედან შეგვიძლია ენების შესვლა, ნებისმიერი ყველა ენა არის და აი აქ არის ქართული ენაც. და სხვა ვიდეოს ჩაწერის მომართვა. ეს არის აუდიო ფაილის ცალ-ცალკე შენახვა, ანუ სხვადასხვა აქ რედაქტირება და ლინკზე გადავდივართ, ხმის ჩაწერა და შემდეგ ლოგო. ეფექტები არის მაგალითად მარცხენა წკაპი, მე მაქვს დაყენებული წითელ ფერზე და აი დაინახოთ კიდევაც მარცხენა წკაპი, რომ დავაწყაბებ. წითელ ფერია და მარჯვნივ თუ დავაწყაბებ, ლურჯი ფერია. შეგვიძლია შევცვალოთ, მაგალითად დავაყენოთ ყვითელი, ლურჯი, აქეთ. და აქ დავაყენოთ, შევცვალოთ, მოდი ესეც აქ დავაყენოთ მწვანე. როგორც ხედავთ, ერთი შეიცვალა და მეორე შეიცვალა. აქ istris გამფერადი როგორ ამას არ გიჩვენთ არავის, არც აქვს სჭირდება. მომართვა ანალოგიურია რაც წინაზე იყო და ეს არის სულ ეს არის სულ ამ ნაწილში. არის ვიდეოს ფორმატის მომართვა აქtualებრივად რაც არის დაყენებული ეს ჯობია, შეგვიძლია MP3, MP4 იყოს და AVI, უბრალოდ სტანდარტული AVI მაგნიტურაზე მეყენია და ჩაწერის თვით დასრულება. აქ არის რამდენი გვინდა ხანჯება, აქ წერია 20 საათი, მაგრამ ვიდეოს ხანგრძლივობა რომ არ შეიცვალოს, ამის აუცილებელია არაფერზე ყოლას დაწყებებული, მაგრამ მე რომ არაფერზე მქონდა რაღაც პრობლემა იყო მაინც და ამიტომ ეს ჯერჯერობით ვერ გავარკვევ. აქ ჯერ არის სულ ეს. დაბლაც არის იგივე მომართვა 20 საათი და გადავდივართ აი აქ, სადაც ვიყავით წეღან გადასულები. ვიდეო აქაც ისეთი განსაკუთრებული არაფერი, მე აი ესენი აქ არის ედვებ გამოვერალი, ანუ როდესაც ვიდეოს იღებთ, ეხლა არ შეიძლება გამოჩნდება და არც უნდა გამოჩნდეს, საერთოდ აი ამ ადგილზე, აი ზუსტად აი ამ ადგილზე იქნება ვიდეოში თქვენი სახე, თუ რა თქმა უნდა ვებკამერა გაქვთ ჩართული ზევით. მომართვაში არაფერი განსაკუთრებული, სადღაც წეღან ვიყავთ, უბრალოდ აი აქ რომ შევდივართ ან აქ, ესენი წეღან შეგვხვდა უბრალოდ აი აქ ზოგადში, აი აქ გაფართოებული რახან არის, ყველაფერი არის აქ.
ეხლა რა არის გამოსახულებები აქაც ანაბიჯის სახელმწიფო სისტემის ჩვენ აქ შეიძლება გადახევას ხოლმე ეფექტი რაღა თქმა უნდა უნდა და ხელაკიც რაღა თქმა უნდა აქ F11-ზე რომელსაც გინდა F9 რომელსაც გინდა იმაზე დავაყენებთ ესე F11 ჩავწეროთ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მაგალითად enter-ს დავწერთ წერება space-ერი right-ი left-ი down-ი და up-ი შრიფტი right quarter-ი G მოკლედ არაფერი აქ განსაკუთრებული არ არის მანე დავყენოთ space-ზე მიჩემი ამჯერად ნება output-ი ეს არის თქვენ მიერ ნებისმიერი გადაღებული ვიდეო სადღაც რა ეხლა ჩემი ვიდეო არის ჯერ 3 მოხდა გადაღებული 2 ატვირთული აი ეს და ეს მაქვს და ჩვენი ვიდეოც აქვე დაიდება შესახებ აქ უკვე რეგისტრაცია არის საჭირო საერთოდ სახელმწიფო საწყის აქსერიოს მეუღლეს რეგისტრაცია და შემდეგ აქ მე დასარეგისტრირებელი ვარ თუმცა ეს არანაირი პრობლემა საქმის ეს იყო სულ ბანდიკამი დამატებით ინფორმაცია რომელიც შეგვიძლია ჩვენ ვიხილოთ ან ვის ყველაფერი გაღრმავებულად რომ ვიცოდეთ ეს არის www.bandicam.com-ზე აი ამ ლინკებზე შეგვიძლიათ გადავიდეთ და ნახოთ აი გადავედით ამ ლინკზე აქაც ისეთი არაფერი არის საინტერესო ამ ლინკზე აქ Bandicam შესახებ წერია დაინსტალირებთ შეგიძლიათ Bandicam-ის და ასე შემდეგ სულ ეს იყო Bandicam-ს რაც ეხებოდა ამ პანჯარაში აქ არის ასევე ფოტო გადაღება საგაღალდეები პაუზა და გაგრძელება არის აქ ასევე ვიდეო გეიმები აქაც იგივე აქაც რო გადახვდებოდ მეგონი აუტოპუტზე შესახებ შეიძლება გამოგდეს ან უბრალოდ შესახებ შეიძლება გამოგდეს აქაც იგივე არის ანუ როცა გვინდა ჩვენ გეიმის გადაღება სულ ეს იყო მეგობრებო თქვენთან იყო Intel TV გამოიწერეთ და ლაიქით და დააკომენტარეთ არხი მადლობ შემდეგ შეხვედრამდე